წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობასთან ერთად ოქრუაშვილს 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა და არც დასკვნითი სიტყვით უსარგებლია. ხდომა მედიისთვის დახურული იყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წულუკიანის კომისიაზე 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა. ამის გამო მას აღკვეთის ღონისძიების სახით 20,000 ლარიანი გირაო დააკისრეს, რაც ოქრუაშვილმა არ გადაიხადა. 14 მაისს გამართულ პროცესზე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ გირაო პატიმრობით შეცვალა. ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა კიდევ 6 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს მისჯილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 თვით პატიმრობა მიესაჯათ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩიჯაფარიძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს და გივი თარგამაძეს. 8 თვით თავისუფლების აღკვეთა კი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას, პარტია ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ამავე საქმეზე კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია განაჩენის მოლოდინშია.